საკმაოდ გაურკვეველ ხარულ ვითარებაში თქვენს მიერ არჩეულ დეკანს ნოდარ ბელქანიას დააწერიეს განცხადება და გაუშვეს სამსახურში. კარგად ბრძანდება. აგვისტო იყო და იმიტომ. პასუხი არ აინტერესებს. პასუხი არ აინტერესებს. აქ თავარი უფრო არის და არის არა ის და უშოთ ჩემი კონკრეტულად კანდიდატურა დაიბლოკა თუ მისი კანდიდატურა დაიბლოკებოდა. უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფაკულტეტს უნდა მიეცეს საშუალება თვითონ აირჩიოს რა უნდა. თუ ლაპარაკია ფაკულტეტის დამოუკიდებლობაზე და სვამებ კითხვას. ყველა ჩვენთაგანმა მონაწილეობა მიიღეთ აკადემიური საბჭოს არჩევნებში, რომელიც არჩეული იყო მთელი ფაკულტეტის მიერ. რატომ იკრძალავს მე დღეს დებულება უნივერსიტეტის არჩევნებზე მაგ ლაპარაკი? ფაკულტეტის საბჭომ იმუშაოს ისე როგორც მუშაობს. მაგრამ მე ჩემი ხმა რატო იკარგება? რატომ არა მაგ მე ვარ ასისტენტ პროფესორი, როგორც მარინა თქვა, თეთრი მონა, ესე გამოდის, არა მაგ უფლება გამოხატო ჩემი დამოკიდებულება და თუ ეს დემოკრატიული სახელმწიფოა, თუ დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობ და ფაკულტეტის დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, რომელსაც ყოველთვის ვიღაცა უწყვეტავს რა უნდა გააკეთოს, მე ვსვამ ამ საკითხს და მე ამას სექტემბრიდან ვიძახი, თუმცა პასუხი ვერ ვიპოვე ვერსად. ფაქტობრივად პროფესურის დამატებითი დატვირთვით ადმინისტრაცია ჯიბეში იდებს სრული პასუხისმგებლობით 512,000 ლარს, რომელიც მოგაქვთ თქვენ სახელმწიფოდან და თქვენ მშობლებს საკუთარი ჯიბიდან. მე ვითხოვ ფინანსურ აუდიტს. ყველა პრობლემაზე სარგინედან დაწყებული, სწორედ ამ ფინანსებზე იყო სარგინედი. ჩვენ დროს მე როდესაც რეზო ჯორბენაძეს და ნოდარ ბელქანიას ვეჭუბებოდი თავიანთ. გამოდის რომ ერთი პოზიცია ქონია. ერთი პოზიცია ქონია, მაგრამ ძალიან დაგაგვიან და ჩვენ მე ვარ პრეტენზიები აკადემიურ საბჭოს წინაშე ეხლა. ის თამაშობს ორმაგი სტანდარტებით მუდმივად. ყოველთვის ის არის მახინჯი ორგანო და მრცხვენია, რომ ამ უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოებია ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოიყვანეთ კიდევ ლელა გაფრინაშვილის მაგალითი, იმ შემთხვევაში იყო ასეთი ტიპის კრიტერიუმები, რომელიც უბრალოდ არ იყო დაკმაყოფილებელი, იყო პრობლემები საბუთებთან დაკავშირებით და მე რამდენჯერმე ცადე ამის ახსნა, ვინც მოხვედი ჩემთან, გითხარით, ახლა არ მახსოვს კონკრეტულად შენ იყავი თუ არა, ერთხელ კი იყავი მგონი. თუ ორჯერ, ხო? მაშინაც ვთქვი, მაშინ ვიტყოდი აუცილებლად, იმიტომ რომ სულ მაგას ვამბობ, რომ არის ესეთი დელიკატური სიტუაცია, ხო, როდესაც არის ერთი თანამდებობა, არის ანუ ერთი ვაკანსია, არის ორი კანდიდატი, ერთს ფორმალური ხრით ყველაფერი აქვს წესრიგში, მეორეს არა, ხო? თან იქ არის რაღაცა, როცა ვიკითხე დაუშვათ, რომ რატო არის ასე, რატო აკლია საბუთები, იქ იყო განმარტებითი წერილი, მე წარმოადგინეს, სადაც იყო ნათქვამი, რომ იცით, აი ჩვენ უჩიეთ, მაგრამ მან თქვა, რომ აი სხვაგან ესე წერია, იქ ესე წერია, მოკლედ რაღაც განხილვა იყო და მან ესე ვთქვათ, უარი განაცხადა ამ საბუთების, მე შეიძლება ციტირებას ვერ ვახდენ ამ წელს, იმიტომ რომ ეს იყო 3 თვის წინ. მაგრამ ეს საფუძველი მაშინ არსებობდა. ამ ორი кейსის ერთმანეთთან შედარება არ არის მართებული, არ არის ლოგიკური. აქ ორი აზრი არ არსებობს. ამიტომ რასაკვირველია მეც ვერ ვხედავ მოთხოვნას, რომ ბატონი ანჯო დანარჩენ კანდიდატებთან ერთად დაშვებულ იქნას დეკანის პოტენციური დეკანისთვის კამპანიაში. თუმცა აბსოლუტური სოლიდარული ვარ ამავე დროს სტუდენტების მიმართ ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით. ძვირფასო მეგობრებო, აგვისტოში ნოდარ ბელქანია ფაკულტეტის მიერ არჩეული დეკანი, რომლის მიმართაც მე მაქვს და მის შემადგენლობასთან მე მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზიები მქონდა და ყოველთვის ვამბობ. მაგრამ ნოდარ ბელქანია ფაკულტეტის მიერ არჩეული დეკანი მოისურვა. მაშინ რატო არავის არ გაგვახსენდა ფაკულტეტის ნება, რომელმაც მოიყვანა ნოდარ ბელქანიას დეკანის თანამდებობას. ერთი წუთი. ნოდარ ბელქანია ფაკულტეტის საბჭომ აირჩია დეკანად. ფაქტია. რა მნიშვნელობა? საბჭოს წევრების მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში. არა. ეხლა ერთი წუთი რომელმა თქვენგანმა გამოთქვა პრეტენზია ალბათონი ლელა გაფრინდაშვილის ეს ბატონ ანდრომ თქვა რომ დავიღალეო აღარ მინდა ამაზე ახსნა განმარტებების გაკეთება. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც სამართლიანობა
უზრუნველყოფილი არ არის. სამართლებრივად შესაძლოა ლელა გაფრინდაშვილი, ანუ კანონების შესაბამისად შეიძლება ლელა გაფრინდაშვილი არის ასე ვთქვათ ინსტიტუციურად დასაბუთებულად წასული უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ მას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა საბუთების წარმოქმნის დროს, მაგრამ თუ ასეთ ასე ვთქვათ ინსტიტუციურ და ტექნიკურ მიზეზებზე ვისაუბრებ, ზუსტად ამავე ტექნიკური მიზეზით არის ბატონი ანდრო ბარნოვი მოხსნილი დეკანობის კანდიდატობიდან. ჩვენ რას ვაკრიტიკებთ? შინაარსობრივად ვაკრიტიკებთ, ანუ სამართლიანობის თვალსაზრისით ვაკრიტიკებთ უნივერსიტეტში ჩატარებულ უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას. მაშინ ერთი წუთით უარესია ლელა გაფრინდაშვილის შემთხვევა. რას ნიშნავს ეს?